შირებით Georgian Water and Power-მა ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ვარკეთილის 16 სკოლა მიიღებს. მოსწავლეები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, რომლის დასასრულსაც მოეწყობა ეკო-ვიქტორინა. გამარჯვებული სკოლის გუნდი კი ეკო-ბანაკის საგზურით დაჯილდოვდება. დღევანდელ ღონისძიებაზე კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გარემოსა და განათლების სამინისტროებთან ერთად. Georgian Water and Power იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას. მრავალი ღონისძიება არის დაგეგმილი ამ კამპანიის ფარგლებში. მათ შორის შეჯიბრებები, მათ შორის იქნება გარკვეული ტურნირები, სპორტული ღონისძიებები და რა თქმა უნდა საგანმანათლებლო ნაწილი ამაში განათლების სამინისტრო დაგვეხმარება და ეს ფართოდ იქნება ახსნილი ჩვენი ახალგაზრდობისთვის. მთავარი ამოცანა არის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კონკრეტული ღონისძიების დაგეგმა და განხორციელება, რაც მიზნად ისახავს, რომ დავზოგოთ მეტი რესურსი. ეს არის მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ბუნებრივია ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. სკოლის მოსწავლეების ჩართულობა, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობა იმაში, რომ რესურსი გამოვიყენოთ რაციონალურად არის მნიშვნელოვანი. GVP თბილისის პერიოდთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორის წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რაც ასევე წყლის რაციონალურად ხარჯვასთან არის დაკავშირებული ერთის მხრივ, მეორეს მხრივ დანაზოგების გაკეთებასთან. საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის